ქართული პარტიის რიგებს ომის ვეტერანთა კავშირიდან შეუერთდნენ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმის სურვილი დღეს რამდენიმე მათგანმა გამოთქვა. ვეტერანები პარტიის ლიდერებს ლევან გაჩეჩილაძეს, ოზარ სუბარს და კოკა გუნცაძეს მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის ცენტრ მუზაში შეხვდნენ. შეხვედრის ორგანიზატორი ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი გია ყაყარაშვილი იყო. შეხვედრაზე ქართული პარტიის ლიდერებმა ომის ვეტერანებს საკუთარი გეგმები გააცნეს. ჟურნალისტებთან საუბრისას პარტიის წარმომადგენლები ვეტერანების ამნაბიჯს მიესალმნენ. გასულ კვირას კი ქართულ პარტიაში საზოგადოებრივი დარბაზის წარმომადგენლებიც გაწევრიანდნენ. ქართული პარტიის ინიციატივით დღეს შედგა შეხვედრა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სათვისწარმოებული ბრძოლების ვეტერანებთან. მე პირადად როგორც ვეტერანმა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ვეტერანების პრობლემები, ყველა თაობის ვეტერანების პრობლემები, გადავწყვიტე გავწევრიანდი ამ პარტიაში. უმნიშვნელოვანესი დღე იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა რამოდენიმე ვაჟკაცმა ვეტერანმა გამოაცხადა თავისი მზადყოფნა ქართულ პარტიაში გაწევრიანებისა. მას ძალიან ბევრი საბრძოლო მირობა აქვს ჩადენილი და ვთქვი, რომ ეს არის დღევანდელ სააკაშვილის რეჟიმის სიტუაციაში მათ მიერ ჩადენილი სამოქალაქო გმირობა. 10-მდე ლეგიონერმა გამოთქვა სურვილი, რომ პოლიტიკურად აქტიური ცხოვრება გააგრძელოს. ეს არ ნიშნავს, რომ ლეგიონიდან გადავიდა. როგორც ვეტერანები კი არ გადავიდნენ, როგორც პიროვნებები, რომელთაც აქვს სურვილი პოლიტიკური აქტიურობა, პოლიტიკური აქტიური ცხოვრება გააგრძელონ მოღვაწეობას.